პოლიტიკური ლაბირინთის მიღმა კრიმინალურმა სამყარომ ფარცხალაძეზე ვენდეტა გამოაცხადა. იტალიაში შედგა ქურდულის შეკრება, ეგრეთ წოდებული სხოტკა, სადაც გადაწყდა, რომ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ქურდები ფარცხალაძეზე შურს იძიებენ. უკვე გავიდა 1 წელი თითქმის, რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთში ფარცხალაძეს ვერ მიაგნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერ ისევ ცოცხალია. კი ბატონო, გავიგეთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია კონკრეტულად ამ შემთხვევაში. აი ამ ადამიანს თავისივე სიუჟეტს და გადაცემაში ინტერესი რო არ აქვს და საერთოდ რო არ აინტერესებს ნათელი. პირდაპირ ეთერში ამბობს, არ არსებულ რაღაც არანაირი მტკიცებულება რო არ აქვს მოტანილი, თუნდაც ჟურნალისტური საგამოძიებო. დარწმუნებით ამბობს, ხო ამას დააკვირდით, ჩვენ ხო არ ვიგონებთ. ესე იგი, სადღაც შედგა ქურდული სხოტკა, იქ გადაწყდა, რომ ოთარ ფარცხალაძე უნდა ლიკვიდირებულ იქნას. როგორ ვერ ნახეს უკვირს ქალბატონს რომ როგორ გაოცებულია რომ რუსეთში ანუ ქურდებო რუსეთში როგორ გაგიჭირდათო და ბოლოს მისი დამოკიდებულება ის ჯერ კიდევ ცოცხალია. აი უბრალოდ მინდა კითხვა დავსო. ეს რომ მერაბ ჭიქაშვილს ეთქვა ტელეწამყვანს, ეს რომ თენგო ომანიძეს ეთქვა, ეს რომ ნებისმიერ ცოტნეს როგორც სტუმარს ანალიტიკოს ეთქვა, ყველაფერს იტყოდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დამნაშავეც კი რომ იყოს. დამნაშავეც რომ იყოს კაცი. ჟურნალისტი თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ის რომ ცოცხალია ჯერ კიდევ, მას არ მოწონს. ანუ უსურვებს სიკვდილს.